მოგესალმებით ჩემო ერთგულო გამომწერებო. დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ TikTok რეაქციების ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელმაც წარსულში ძალიან ბევრი ნახვა აიღო. დღეს ჩვენ უნდა დავარეაქტოთ TikTok გოგოები. ანუ რომელთა ვიდეოს შინაარსი, მე ვერ დავადგინე დღემდე. ის რასაც კამერებთან აკეთებენ. ამიტომ გადავწყვეტ რომ თქვენთან ერთად დავადგინო შინაარსი, იქნება მე ვარ რაღაც გაუგებარი ან მე ვარ გოიმი და ვერ ვიგებ შინაარსს და მინდა თქვენთან ერთად გავიგო ისი თქმა სურთ მაგ ბულგარული და გამომწვევი ვიდეოებით, მაგრამ სანამ გადავალთ ჩვენ ამ ვიდეოზე, ვთხოვთ რომ პირველ რიგში შეაფასოთ ჩემი ახალი ვენომი. ეს არის ხელოვნების ნიმუში, მეგობრებო, და მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. ასეთი მაგარი სკულპტურა, ასეთი მაგარი რაღაცა მე ჯერ არ მინახია და ზოგადად ჩემთვის საყვარელი პერსონაჟია და ზოგადად ბევრჯერ შეხვდები ჩემ ვიდეოებში ამას, ამიტომ არ ვფიქრობ რომ აქ რამე ცუდია. პირიქით. ძალიან მაგარი პერსონაჟია, მარველი ჩემი საყვარელი სუპერგმირი. მოდი ახლა ხო დალაიქეთ ვიდეო გამოიწერთ არხი და მოდი დავიწყოთ პირველი აზრიანი ვიდეო. აი, ეხლა მე მინდა სიღრმეს ჩავწვე ამ ვიდეოს. ხო არის ვიდეოს, როდესაც YouTube-ზე დებ 1920-1080 პიქსელი და რაღაც სათქმელი გაქვს და იმას გამოხატავ, ხო? რავი, ლამაზი ხარ, სიმპათიური ხარ, როგორი ხარ, ოკეი, მესმის. მე მინდა დავადგინო TikTok-ერი გოგოების ცხოვრების არსი. რაც მე ვერ გავიგე. აი, რისი თქმა სურს თქვენი აზრით ამ ვიდეოთ, მე ვერ ვიგებ. Okay. არა, ის რომ ლამაზები და კარგები არიან, მაგას არ ვეხებით, ეგ რა თქმა უნდა, მაგაზე არ მაქვს და არც არავინ გამახვილთ, რომ ეს ის რაც ხდება, უბრალოდ მინდა ამოუხსნელი ფენომენი. აი, რა არის აზრი და შინაარსი. იმიტომ რომ იცით რატო? ძირითადად ესეთი გოგოები მე იტყვიან, რომ ცხოვრებაში არ აინტერესებთ მათი სილამაზის მიღმა. მათი სილამაზის მიღმა არავის არ აინტერესებს და ძირითადად წუხილი მაგაზე აქვს, რომ რატო აქცევთ ყურადღებას ჩემს სილამაზეს, ჩემს სხეულის ნაწილებს, ჩემს გარეგნობას ხოლოდ. ფენომენი რეალურად არის რიტორიკული ამ შინაარსის. ყურადღებას რითიც იქცევ, საზოგადოების ფიდბექით შესაბამისია, ხო? აი რა არის აქ? საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები ბრძოლობს ბოლო 60 წელია ბუნებრივი რესურსებისთვის სოფლიოში რა. ჰენრი კისინჯერის საგარეო პოლიტიკის დოქტრინაც დგას იმაზე, რომ ამერიკა უნდა გაფართოვდეს საკუთარი ენერგო რესურსებით ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ რის გამოც ახლო აღმოსავლეთი საინტერესო გახდა არის მისი ბუნებრივი რესურსები და გეოპოლიტიკური მთავარი ცენტრები, ხო, რაც გააჩნია, ხო, ბუნებრივი წარმონაქმნი, ესე ვთქვათ. ალბათ შესაბამისად მე ეს გოგონა მაგონებს ახლო აღმოსავლეთს. აი ამ გოგოს ახლა რა უყურებ? ეს არის ახლო აღმოსავლეთი, ჩათვალეთ რა. ახლო აღმოსავლეთი. მისი გეოპოლიტიკური ბაზები, მის ბუნებრივი რესურსები იქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას. და მერე უკვე მამაკაცის გონებაში ნახეთ რა არსებობს ერთი რამე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს. ნებისმიერი რეჟიმი იმსახურებს დემოკრატიის დამყარებას. თქვენ ხედავთ ახლა ცუდ რეჟიმს, დიქტატურას და დემოკრატია აქ უნდა დამყარდეს ხალხო. პოლიტიკურად უნდა შეფასო, მე ახლა დავამოღამე აზრი რა არის რა. ეს ადამიანი ითხოვს განთავისუფლებას რეჟიმისგან. დაახლოებით როგორც შეერთებული შტატები უნდა გამოთქვათ, რომ გმობ მაგალითად დიქტატორულ მმართველობას. ეგ ხალხი იმსახურებს განთავისუფლებას, ამ შემთხვევაში მისი გეოპოლიტიკური ობიექტები იმსახურებენ განთავისუფლებას და ამერიკელებმა და ფრინავმა დემოკრატიამ უნდა დაამყაროს იქ წესრიგი და მოიყვანოს საკუთარი ხალხი ხელისუფლებაში. ეს შინაარსი დევს ახლა. არ ვიცი, მამა. მე თუ რამე გავიგო, უბრალოდ მე პოინტი რა არის, იცით, რომ
ლამაზი გოგოები არიან ძალიან, ანუ ამას არავინ არ უარყოს. მე ხო ანუ ცუდ მესეჯს ბოქსი არ გზავნი აქ რომ ვინმე ცუდია და არა, მაგრამ საერთოდ არ არის. პირიქით კარგები არიან ძალიან. ქალი უნდა იყოს მოვლილი, ქალი უნდა იყოს ლამაზი, რა თქმა უნდა, ქალი საკუთარ თავს უნდა ულიდეს. რავი, ოკეი, ლამაზიც უნდა იყოს, არც მაგაზი არ არის. კაცო, სილამაზეს არავინ არ ებრძვის, არც არავის შურს, პირიქით ძალიან ლამაზია, როდესაც ვინმე არის კარგად გამოიყურებ. მაგრამ ბიჭო, პოინტი, მთელი სურათის პოინტი რა არის ხა, რომ შენ თუ მარტო შენი სხეულით იქცევ ყურადღებას, შემოგარგო, ხო? ვიღაცა რომ მოვანახე და მე რა ევასებათ ამათ იცით, რომ მარტო რაღაცნაირ კომენტარებს მიწერენ მასე Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე არ არის, ანუ მადლობა ღმერთს იმიტომ ვარ ამ პლატფორმაზე, რომ ესეთები TikTok-ზე წავიდნენ, აქ აღარ დებიან ეგეთ ვიდეოებს, ვერც დადები, YouTube-ის სხვა პლატფორმაა საერთოდ. მარტო მაგით ვიქცევ ყურადღებას და DM-ში რომ fake account-ები წერენ, ეგ უსწორდებათ, ვიღაცა, არ ვიცი, გათა ხვეწილი საიდანაც პროვინციიდან უწერს რაღაც კომენტარს, რომელიც არც სახელი იცი, არც არაფერი საერთოდ და ამას უსწორდება, რომ მე ვიღაცას ვევასები შორიდან და მე ვევასებად ამ სკრინების გამოფენა, ნახეთ რამდენი კაცი გიждდება. ანუ იაფასიან პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა საერთოდ. მოთხოვნა მიწოდება კაპიტალიზმი ურთიერთობებში. როდესაც საკუთარ თავს მხოლოდ როგორც ხორცის ნაჭერს ისე ყიდი, ბუნებრივია მოთხოვნა დიდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხარისხი ძალიან დიდი მაქვს ყველაფერს. ამიგე, ეს არის პოინტი. მე ვერ ვიგებ ამის შინაარს. გულწრფელად, რავი, ეს რა არის? ჩვენ ხო ვიცით? ხო, ეხლა ეს ფენომენი მინდა ამოხსნა, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რა, ქართულ TikTok-ზე, ქართული გოგოებისგან, მინდა რომ ცოტა ფილოსოფიურად შევაფასო, მაგრამ უბრალოდ არ გამოდის, ამის საშუალებას არ მაძლევს. გარემო სამყარო არ მაძლევს და ხო სხეულით გამოგაქვს რაღაცე, მაგრამ სახის ნაკრთებით რო ცდილობ შენი მშვენიერესი სახე დაიმახინჯო. არ ვიცი, ეს ალბათ სხვა ცალკე სინდრომია. არ ხო რატო? ანგელოზივით გოგო ხარ, კარგად გამოიყურები. ყველაფერი ძალიან კარგი მოგცა ღმერთმა. უბრალოდ რატო? პირიქით დუალიზმი არ არის საინტერესო ყველაფერში ხალხო, რომ დუალიზმი არ არის საინტერესო, რომ იყავი გარეგნულადაც ლამაზი, იყავი შინაგანადაც ლამაზი. საინტერესო, ანუ ეს ხო ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვინმე მახინჯი აქ შინაგანად, ხომ ეგა საერთოდ არ მithქვი, მაგრამ პოინტის ფორმულირებას ვცდილობ ხა ამ ყველაფრით. როდესაც ყურადღების მიქცევა მხოლოდ ერთი რამით გინდა, ანუ იმაზე პრეტენზია მე ნუღა გაქვს, რომ ხალხს მხოლოდ, ანუ ბიჭებს მხოლოდ ამით აინტერესებ, ხვდები? ანუ ამაზე აღარ უნდა ქონდეს მე პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ეგ პრობლემა რა. და მე იმდენად ყალბები არიან, ანუ ჯერ ახლა უყურეთ მთელი პოინტი რა არის რა. მოდი ავიღოთ ეს დავიტოვოთ. ანუ მთელი პოინტი რა არის, ხო უყურებ. მთელი მაფია რა არის ახლა Instagram-ის, TikTok-ის ძირითადად, ხო? ანუ ნახევარზე ესეთი ადამიანები რეალურად ცხოვრობენ ინტერნეტ სივრცეში. ფანტაზიებით. მაგალითად ეხა წინა საუკუნეებში არ არსებობდა ესეთი ფენომენი, რომ ლამაზ გოგოს არ ქონა იმის საშუალება საკუთარი სხეული გაიყიდა საჯაროდ. ანუ გაიდოში უეჭველი იმას არ გურნის, რომ რაცა OnlyFans-ია, მაგას არა. ზოგადად რა, საკუთარი თავი ხა ის რო დებს, ხო ხა ბევრის ყურადღებას იქცევს ხა ბუნებრივია და რავი უჩნდება პაკლონიკები, ფანბეისი და შემდგომ რა. და შესაბამისად წინა საუკუნეებში არ იყო ეს ყალბი ეგო, რაც 21 საუკუნეებში შექმნა რეალურად, რომ ყალბი იმიჯი მიცა ესეთ ადამიანებს, რომ ანუ ადამიანი რომელიც არაფერს ცხოვრებაში სიტყვა არ უთქვია, ხო? სიტყვა არ უთქვია და უბრალოდ სექსუალურია და ლამაზე. ანუ ამაზე ძალიან ყალბი ეგო გამოიმუშავდათ მათ. ანუ ადამიანი რომელიც არაფერს წარმოადგენს, მეორე დღეს გახდა რაღაცა იმის გამო, რომ უბრალოდ სექსუალურია. და მე ამ ყალბ ეგოზე დაშენებული მთელი რეალობა არის ფარისევლური. და რატო ახლა ეს ყველაფერი ფარისევლური? ანუ რეალურად სურათები არის დაფოტოშოპებული, პლუს დამატებული, გამოყენებულია დღეს უმამრავი, ტოტალურად useless გამოუყენებელი ფილტრები, რომელიც კანიდან გიქრობენ რაღაცა ნაოჭებს, კანიდან გიქრობენ რაღაცა იმას უფრო გლუს ხდიან, არაბუნებრივი ხარ თავიდან ბოლომდე რა. ძალიან ბევრი ადამიანს ექნებოდა მაგალითად ეგეთი გამოცდილება ცხოვრებაში, მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში, რომ გოგო რომელიც სოციალურ ქსელით გაიცნო იყო აბსოლუტურად სხვა, რეალურად რო შეხვდა იყო აბსოლუტურად სხვა. რატომ? იმიტომ რომ 80% არის ყალბი, ანუ ყალბ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ, ვითომ ლამაზები არიან, ვითომ კარგი. ამაზე არ ვამბობ ხა ზოგადად ხომ.
ყველაფერი, ანუ მათი თავიდან ბოლომდე, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე არიან თავიდან ბოლომდე დაფოტოშოპებულები და AI დღეს უკვე AI-ს იყენებენ. ანუ ამ რეალობაში ხალხო რომ მე მეტყვით ხალ გამოხვალ და ვიღაცა იტყვის აი დემოგრაფიულად ვერ მრავლდებითო. აი ვისთან უნდა გამრავლდე ხა მე რაც ჩამოთვალე ხო? ამ ეგოზე, ანუ ეს ეგო არ არსებობდა, მაგალითად 18 წლის ასაკში უკვე გათხოვილები იყვნენ, იმას რა ქვია, წინა საუკუნეებში და ადრინდელ ეპოქაში. ქალი რომელი იყო 28 წლამდე ხა ვინ მიაღწეოდა, მაშინ ადრე მოყავდათ, ადრე თხოვდებოდნენ, ადრე მოყავდათ კაცებს სოლები და მრავლდებოდა ერი. დღეს როგორ არის? ანუ ყველა გოგო, ანუ გოგოების უდიდესი ნაწილი ჩალიჩობს, რომ დაემსგავსოს მის კულტს. ვინმე ანუ გაკაჩულ გოგოს მაგალითად, რავი, ინსტაგრამზე რო ბევრი ფოლოვერი ყავს, TikTok-ზე ბევრი ფოლოვერი, მაგას ჩალიჩობ, რომ მაგას დაემსგავსონ. აი მაგალითად ყველაზე ხშირი ასეთი მომენტი არის, მაგალითად ძალიან უნდათ გავდრენ, მაგალითად რომელიმე პოპ ვარსკვლავებს. რომელიმე ინფლუენსერებს საქართველოშიც მათ შორის, რავი, ვინ ყავს ეგეთი, მაგრამ მაინც. და რაც არ არიან ის უნდათ გახდნენ რეალურად და ანუ რეალურად ეს ასე არ მუშაობს. რეალურად ესე არ მუშაობს. ანუ რეალურად დღევანდელმა საუკუნემ დაღუპა ურთიერთობები. ანუ სერიოზულად ვამბობ რა მაგას რა. ბევრი კარგი გოგოს რესურსი არასწორად გადაანაწილა, ბევრი კარგი ბიჭის რესურსის არასწორად გადაანაწილა. ყველას აქვს ეგო უკვე. აი კატასტროფულად ავარდნილი. ადამიანი შეიძლება არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ ისეთი სურათები ატვირთოს, ისეთი ვიდეოები დადოს და საკუთარ თავის გაიდოს, რომ მე რეალურ ცხოვრებაში მე ბლუყუნებენ ეგეთი ხალხი. ანუ ურთიერთობა არ იციან, მაგალითად ძალიან ხშირად მაქვს მაგის პროტესტი, რომ აი მაგალითად ავიღოთ აი გრუგუ, მანდალორიანი და Star Wars-ი, ხო? აი გოგო გაიცანი დღევანდელ ეპოქაში რა და კაი წიგნების კითხვას ვიღა დაეძებს ხა, რომელი წიგნები რა ეხა რა კიდე მოპასანი და ეგენი, ხო? აი რა გინდა რომ Star Wars-ზე დაელაპარაკო მაგალითად, იოდაზე დაელაპარაკო მაგალითად, ხო? Darth Vader-ზე გინდა რომ დაელაპარაკო მაგალითად, ხო? ანუ ტიპები იმენა ტოტალურად უცოდინრები არიან რა, ან ტოტალურად უცოდინრები. არაფერი არ აინტერესებს თავს. კინოს არ უყურებენ. აი კრისტოფერ ნოლანი არიციან, სტენლი კუბრიკი არიციან, დენი ვილნევი არიციან. აი ზოგადად აი ტრენდული რაც უნდა იცოდე. უბრალოდ არიციან. აი იციან რა ეხა. ჩემი ცოლის დაქალები. კავიას გამოშვებული რაღაცა ნაგავი სერიალები ქართული, რომელიც ისედაც შერყეულ ფსიქიკას საერთოდ ბოლომდე უყევს. ანუ რა ლამაზი მოგცა ღმერთმა. მე საერთოდ ნახე ფიზიკურად ძალიან ლამაზები ხართ ბევრნი. მაგრამ როდესაც შინაგანად საინტერესო არ ხარ, ნუ გიკვირს რომ კაცს სხვა არანაირად არ აინტერესებს. ეს მარტო წიგნებით არ გამომუშავდება, პიროვნულად უნდა იყოს საინტერესო, მაგრამ 24/7-ზე რომ TikTok-ზე ხარ და იმით ის არის შენი გათენებული დილის ჰაიპი და დაღამებული ღამის ჰაიპი, რომ დღეს ფიზიკურად რა შესთავაზო ხალხს, იმიტომ რომ მარტო ნუ გონიათ ხალხო პორნო ინდუსტრია საკუთარი სხეულის გაიდო, ან მარტო მაგალითად მეძავები რო არიან. შენ შეიძლება საკუთარი სურათებით გაიდო ეს ყველაფერი. რომ მარტო მაგით იქცევ ყურადღებას. იმის იქით რომ არაფერი არ ხარ, ეგ არის თელ სილამაზეს ეგ ანგრევს, იმიტომ რომ როდესაც შენ სექსუალური ხარ, ლამაზიც ხარ და გონება გააქვს, რომ ადამიანო დაგელაპარაკება, რომ ჰოი, აი სიყვარულის ფორმულა რა არის ხო რეალურად, რომ დუალისტურად აკავშირებ ყველაფერს ერთმანეთთან რა. ანუ ყველაფერში საერთოდ სპორტო ხა ბუნებრივია თავიდან გარეგნობა იქცევს ყურადღებას, იასნია ხო მაგასე. ეჭვი არ არის გარეგნობა, ჰაიპი, მაგალითად ქარიზმა და ბევრი რაღაცა რა გარეგნულ თვისები და მე შინაგანად ეს უკვე სხვა შემდგომი ურთიერთობის ეტაპებია, მაგრამ ბიჭო თავიდან ბოლომდე რომ ეგ ხარ, აი მარტო ცარიელა ფილტრი, ცარიელა AI და რა ვიცი კიდე მადლობა ღმერთს OnlyFans-ი დეგენი საქართველოში აკრძალულია და ეგეთი რამეები არ ხდება, თორე ეჭვიც არ მეპარება რომ ძალიან ბევრი ივაჭრებდა მან საკუთარი სხეულით. ხო და არ შეიძლება ესე რა ღმერთმა მოგცეთ სილამაზე, ღმერთმა მოგცეთ გარეგნობა, საერთოდ არავის არ უთქვია რომ ლამაზები არ ხარ, ძალიან კარგები ხარ, ძალიან ბევრი კარგი გოგოა, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის რომ როდესაც ადამიანი მხოლოდ გარეგნულად იქცევ ყურადღებას, იმის იქით არაფერი არ იცი, რომ პრეტენზია ნუ გაქვს რომ იყო ბედნიერი რა. ან თუ გაქვს პრეტენზია, შეეგუე რომ მოგაკითხავს აი როგორი ტიპიცი, აი TikTok-ზე რომ საქმეებს არჩევენ. გოგო დამი ლომბარდი მობილური, აი ეგეთი ტიპი მოგაქცევს ყურადღებას რა და ამიჯერე ეგეთი ტიპი დაგალომბარდებს ერთ დღეს. პერსპექტიული, აზრზე მოსული და განათლებული ტიპი, რომელსაც ბევრი რამე შეუძლია შენ ყურადღებას არ მოგაქცევს, იმიტომ რომ მისთვის საინტერესო ვერ იქნება ვერასდროს. და დარჩები მარტო მერე და ბოლოს გახდები უკვე დვარნიაშკა. და დვარნიაშკების ბოლო კიდე ძალიან ცუდია ზოგადად. ძალიან ცუდია. ხო და რავი, ესეთი ხალხი, რომელიც აი ძალიან ბევრი ჯგან შემხედრია რა, იღებენ მობილურს, დაიდებენ ესე, გადაიღებენ რაღაც აი საკუთარი სხეულს, აი რაღაც ისეთ მიმიკებს აკეთებენ, ხო განახეთ, აი უბრალოდ ლოგიკაში არ ჩდება აი. რა ფენომენია ვერ ამოხსენე. და მე იგივე ხალხს პრეტენზია აქვს, რომ რატო არ ვაინტერესებ
ვიღაცებს, ვინც, რავი, აზრზე მოსულია ცოტა ცხოვრებაში. ანუ აინტერესებს ისეთებს, ვინებიც შესქენიან 24/7-ზე ვიღაცის ტრაკებს და ბუნებრივია ეგეთებისთვის. უბრალოდ ეგეთ ადამიანს არასდროს ექნება პრეტენზია რეალურ ცხოვრებაში რამე გააკეთოს, იმიტომ ის რეალურ ცხოვრება მას არ აქვს. მას რო რეალურ ცხოვრება ქონდეს, მაგის ტრაკს ინტერნეტში არ დააკვირდებოდა დამიჯერეთ. ხო და ძალიან სამწუხაროა რა, დღეს ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი, ან მე არაერთხელ გადავიღებ მსგავსი სოციალური ტიპის პრობლემატიკის ვიდეოებს, იმიტომ ძალიან ხშირად ბრალდება მარტო ეკონომიკას, მარტო ამ თავრობის ბრალია რო ვერ მრავლებით, ან ვინ აკრძალა სექსი ამ ქვეყანაში, ან ვინ აკრძალა ზოგადად, რავი, ბავშვების ისა რა ქვია, გამრავლება, ხო? ეს იდეოლოგიური საკითხია. ანუ იდეოლოგიური სურვილი აღარ არის ახალგაზრდებში უკვე. ყველას უნდა strong independent woman, ყველას უნდა დამოუკიდებელი ქალი იყოს. კაცების დიდი ნაწილი კიდე, რავი, 28 წლამდე ძალიან ბევრს ვიცნობ, ეგეც 28-30 წლამდე ფეხებზე კიდია ზოგადად, ერთობიან დადიან აქეთ-იქით. ანუ აღარ არის იდეოლოგიურად არა, თორე გამრავლება აგერ ღაზის სექტორში არის, კატასტროფა, კატები ვითმრავლდებიან იქ. მაგრამ სიღარიბეა. ანუ სიღარიბე არ არის იმის მიზეზი, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვს ქვეყანას. დემოგრაფიული პრობლემები არის პირდაპირ იდეოლოგიური. პირდაპირ იდეოლოგიური პრობლემები. რომ არ უნდათ ბევრს გათხოვება, უნდათ დამოუკიდებლები იყვნენ, ან თუ თხოვდებიან კიდე, აგერ განშორების უდიდესი ნაწილი რა არის, ხო? ძალიან ბევრი სტატისტიკა უკვე მაგის შესახებ. ხო და ტეხავს რეალურად რა, ტეხავს იმიტომ რომ უდიდესი ნაწილს ეს გონია რომ მაგალითად რავი ხა ისეთი ხალხისგან მომისმენია დემოგრაფიული პრობლემებია, რომელიცაც ცოლები ყავთ, მაგრამ შვილებს არ აჩენენ და რავი მე მაგას არ ვიტყოდი, იმიტომ რომ თუ გინდა მაგალითი ხალხს მიცე, პირველი შეუნა გააკეთო ყველაფერი. ვიტყვეტა, შესაძაც გიყვარს ადამიანი. ხო და დღეს არის იდეოლოგიური პრობლემები მაგ ხრივ, იმიტომ რომ გათხოვება არ უნდათ რომ ნაშობდნენ და ბიჭებს კიდე უნდათ გულაობა. ეს არის 21 საუკუნის გამოწვევა, იმიტომ რომ ანუ იმდენი ინფორმაცია შემოდის შენში ყოველდღიურად, ანუ იმდენი ინფორმაცია, აი ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის შენთან ყოველდღიურად, ანუ ძალიან დიდი არჩევანი, აი თითზე ჩამოსათვლელი რო გაქვს და არიცი რომელი აირჩიო აქ და ყველა გინდა საუკეთესო გინდა, მაგრამ საუკეთესო ზიება უკეთესი ზიებაში საუკეთესოს კარგავ რეალურად მე ადამიანი და ეს არის ტოტალურად გამოწვეული იდეოლოგიური ომი, რომელიც პოსტმოდერნიზმმა მოიტანა დღევანდელმა საუკუნემ. წინა საუკუნეებში ძალიან ლამაზი გოგო შეგეძლო მარტივად დაგეკერა იმის გამო, რომ მას უბრალოდ ინსტაგრამი არ ქონდა და თავში ავარდნილი არ ქონდა, ვიღაცა 40 წლის კაცები რო კომენტარს უწერენ და ეგ რო უსწორდებოდ. ანუ ეგო არ არსებობდა მაგ საუკუნეში. და შობადობაც იმიტომ იყო მაღალი, სოფლიოშიც, საქართველოშიც მათ შორის. და დემოგრაფიული პრობლემა მარტო საქართველოს კი არა, ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას აწუხებს, არა თუ განვითარებაც. და განვითარებელში უფრო მაღალია შობადობა, იმიტომ რომ მათ კიდიათ რა, ეხა ღარიბი იბადება, ინსტაგრამზე პრეტენზია აქვს იმაზე და თხოვდება რა ძალიან მარტი, მაგრამ აქ როდესაც ეგო არსებობს და ყოველ მეორე არის ფილოსოფოსი, ჯერ TikTok ფილოსოფოსებითა და ფსიქოლოგებით გადაჭედილია ქართული სივრცე. და ყველა ვისაც მიკროფონი აქვს და ყველას ვისაც სამი ზომა მკერდი აქვს უკვე გახდა უკვე ნომინალური ქალისა და ბავშვის ფსიქოლოგი, რავი ეგეთი ხალხისგან, რომელსაც უნდათ ძლიერი დამოუკიდებელი ქალობა და რაღაც ისტორიულ სოციალურ გამოწვევებს აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვავენ, ხო, ნუ არ არის ვერ მრავლდები მაგ სიტუაციაში და უბრალოდ უნდა შეიგუოთ მაგ ფაქტს, რომ სანამ მიწაზე არ დაეშვებით და საკუთარ თავსაც რეალურად არ შეაფასებთ და საკუთარ შესაძლებლობებსაც მაგამდე პრეტენზია ნუ რაფერზე ნუ გაქვთ, როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. და მე შევეცდები ხშირად გადავიღო ამ პრობლემაზე, იმიტომ რომ მართლა სერიოზული პრობლემა არის, აი რა ვიცი ხა ახალგაზრდების დიდ გოგოებს რომ მე ვაკვირდები, ეხა ნუ შემთხვევაში რა თქმა უნდა გოგოებს და დაკვირვების ძირითადი საგანი ეგ არის. ანუ ნიტო што შენ უნდი ხარ კი არა, საკუთარ თვითონ რა უნდა დეგარიციან რეალურად ცხოვრებაში. ტრალი ვალები, დღეს ერთს ფიქრობენ, ხვალ მეორეს, მინდი და გაიგე რა არის, ხო ეხა? რეალ ძალიან ცოტას უნდა რომ რაღაც გამოვიდა. დანარჩენი არის აი დაშტერებული, დაზომბირებული სერიალებისგან, დაზომბირებული TikTok-ისგან, დაზომბირებული Instagram იმეებიდან, რა ქვია, სწორებიდან, დაზომბირებული, სრულად დაზომბირებული, საკუთარი აზრი არაფერში გააჩნიათ. არის სარიელა უბრალოდ ფასადი, რასაც თქვენ უყურებთ და იმ შიგნით იხწნება ყველაფერი. და მაგალითად ეხა ადრე შეგელო წიგნებზე დალაპარაკებოდი, კინოებზე, სერიალებზე, ანუ განვითარებულ ამერიკულ სერიალებზე მაგ და ჩემი ცოლის დაქალებზე არ მაქვს რა თქმა უნდა, ვერაფერზე ვერ დაელაპარაკები დღეს. წარმოდგენა არ აქვს. უდიდეს მარაზმო წარმოდგენა ვარსკვლავური ომები არის ის, დიუნი არის ის. ჰარი პოტერი, რავი, ალბათ ვერ მოიწყ. აი მეინსტრიმული რაღაცებიც კი არიციან, რომ აი უბრალოდ რაღაც საგანი კონდეს ალაპარაკო. მარტო იცოცხლე იმაზე მკერდი ერთი ადგილი და იმის წამოჭიმო Instagram-ზე და ტეხავს უბრალოდ რა სილამაზეს ფასს უკარგავ, ფასს როდესაც უკარგავ, შენ თვითონ იაფასიანი ხდები და უბრალოდ შეეგვერო საბოლოო შენი პატრონი იქნება, რავი, ვინმე 42 წლის
გოგიტა, რომელიც იგინება TikTok-ზე და გალომბარდებინეს მობილურს. ეგ შეეგვია, წარმატებულ შენარგოზს არ დაინტერესებს. სანამ შეთვითონ არ გახდები საინტერესო. რავი, თუ ფიქრობთ ჩემსავე დაალაიქეთ ვიდეო, თუ რამე სხვა ახსნა გაქვთ ამ ყველაფერთან ახსენით ეს ყველაფერი და ეს რეაქცია გაკეთოთ. და რავი, ამაზე მე ძალიან ხშირად გადავიღებ სოციალურ პრობლემებზე ვიდეოებს, იმიტომ რომ დღევანდელ ახალგაზრდებში ვაკვირდები, რომ არსებობს რეალური ძალიან დიდი ხიჩატეხილობა, რომელიც დაფუძნებულია ყალბ რაღაცებს. მე მაგისტრის ვარ ამხილო. დროებით.